სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში აღსაზრდელების ჩარიცხვის წესთან დაკავშირებით კიდევ ერთხელ იმსჯელეს სოციალურ საკითხთა კომისიის ხდომაზე. განხილვას ბაღების გაერთიანების დირექტორთან და ბაღების გამგეებთან ერთად არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ. საუბარია ბაღებში ბავშვების რეგისტრაციის ფორმაზე. მხარეები რუსთავის სკოლამდელ დაწესებულებებში ელექტრონული რეგისტრაციის გაუქმების საკითხსაც განიხილავენ. როგორც ცნობილია, სააღმზრდელო ჯგუფების სიმცირისა და გაზრდილი კონტინგენტის გამო პრობლემები იქმნება. ამიტომ ერთ-ერთი ინიციატივის თანახმად სკოლამდელ დაწესებულებებში შესაძლოა ბავშვების მიღება 3 წლის ასაკიდან დაიწყოს. რაც შეეხება 3 წლამდე პატარებს, საუბარია იმაზე, რომ სოციალური პროგრამა შემუშავდეს, რომლის მიხედვითაც მათი ვაუჩერული დაფინანსება მოხდება. საკუთარი პოზიცია დღეს მესამე სექტორმაც დააფიქსირა. ბაღების გაერთიანებამ კი დღეს კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი, რომ ინიციატივა დამუშავების პროცესშია და გადაწყვეტილებას რუსთავის მერია მხოლოდ მას შემდეგ მიიღებს, რაც ყველა დაინტერესებულ მხარესთან კონსულტაციების რეჟიმი დასრულდება. ბაღებში რეგისტრაცია სექტემბრიდან უნდა დაიწყოს. მანამდე მხარეები იმ ფორმაზე უნდა შეთანხმდნენ, თუ რა წესით მოხდება სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში ახალი კონტინგენტის მიღება. ჩვენ ვიფიქროთ ამ ეტაპზე ქალაქის შესაძლებლობებიდან გამომდინარე 2-3 წლის ასაკის ბავშვ უფრო ესაჭიროება ბაღი. პირველ ეტაპზე თუ 3 წლის შემდგომ ასაკის ბავშვ უფრო ესაჭიროება ბაღი. თუ ჩვენ მივიღებთ იმ გადაწყვეტილებას, რომ დროებით ვინაიდან სანამ ვიდრე ქალაქი შეძლებდეს ყველა ასაკის ბავშვის ბაღში ჩარიცხვას, იქნებ გვეფიქრა იმაზე, რომ 3 წლის ასაკიდან მოგვეხდინა ბავშვების დარეგისტრირება ბაღში და მოგვეხსნა ეს ელექტრონული წესის ჩარიცხვისა. ეს არის მხოლოდ და მხოლოდ მსჯელობის ადამიანების საზოგადოების აზრის გათვალისწინების შემდეგ გადაწყდება ეს საკითხი. დღევანდელი შეხვედრა არის კიდევ იმის დადასტურება, რომ არათერი გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის. უნდა შევთანხმდეთ, რომ აქამდე არსებული რეგისტრაციის წესი ძალიან ბევრი ნაკლი აქვს და მანამ სანამ ჩვენ მივიღოთ იმ სიტუაციამდე, როდესაც შევძლოთ საყოველთაოდ უზრუნველყოთ ყველა ბავშვი, გვაქვს მინიმუმ ვალდებულება ვიფიქროთ უკეთეს წესზე რეგისტრაციის, რასაც ვაკეთებთ. ერთადერთი მე მინდა მოუხადო საზოგადოებას ბოდიში იმის გამო, რომ ეს პროცესი გაიწელა და შეიძლება მოლოდინის რეჟიმი არ იყოს სასიამოვნო, თუმცა აქვე მინდა დავაფიქსირო, რომ მე მაქვს პირდაპირი დავალება ქალაქის მერიდან, რომ მას საკითხი გასახეობლად დაუდო მას შემდეგ, რაც შევხვდები და გავესაუბრები ყველა დაინტერესებულ მხარეს და რა თქმა უნდა ეს არის პირველ რიგში მშობლები და პირველ რიგში 2-3 წლიანი ბავშვების მშობლები. ჩვენ უბრალოდ თავაზობთ ადგილობრივ თვითმმართველობას და ბაღების გაერთიანებას, რომ ეს ალტერნატივები გაცილებით უფრო დეტალურად წარუდგინოს ფართო აუდიტორიას და დაიწყოს ძალიან აქტიური კომუნიკაცია მოსახლეობასთან და განიხილოს ეს პრობლემა მოსახლეობასთან, მიიღოს მათგან უკავშირი, გაანალიზოს ეს ყოველივე და ამის შემდეგ მიიღოს გადაწყვეტილება.